ოდიში დაგვიანებისთვის ცოტა შემოგვიანდა, იმიტომ რომ ვარკვევდი დღეს და გუშინ მოხდა ორი უბედური შემთხვევა შენებლობებზე. ერთი არამიანის საავადმყოფოში, პირველ საავადმყოფოში თბილისში შენებლობის დროს ღამე ჩამოინგრა შენობა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ქუთაისში პარლამენტის უკან იქ მიმდებარე ტერიტორიაზე შენებლობაზე ასევე სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაიღუპა ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად. და ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ საქართველოში ისტორიაში მეორე ფარასოდეს არ ყოფილა აქ ისტორიის მასწავლებლების ხარ ამხელა მასშტაბის შენებლობა, როგორც გაკეთება ამ წლებში, გასულ 2-3 წელიწადში და გაკეთება შემდეგი 3-4-5 წელი. ქუთაისში პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ფლიგელის ჩამონგრევა 3 წლის წინ უძღვა და კიდევ ერთი უბედური შემთხვევა. პარლამენტის ახალი შენობის ადგილას 2 წლის წინ 2009 წლის დეკემბერში ხელისუფლების გადაწყვეტილებით დიდების მემორიალი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად დედა და მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა. რატო გააკეთეს ბატონო ეს? აშენებულს ანგრევს, შვილო. რავა, პარლამენტი ხარ დაეტევოდა იმოდენ ადგილები არის? ალბათ საქართველოს განება თორა ახლა აქაური მერი და გუბერნატორი ამას ვერ დაანებენ. სიხშირების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო უპრეცედენტო, უკანონო გადაწყვეტილება. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით სტერეოპლუსის ხელმძღვანელობა მეცხრე ახის გავრცელების გამო 5000 ლარით დაჯარიმდა და ვადა სარალეო სიხშირიდან მეცხრე ახის გასათიშად 2 საათამდე მიეცა. გადაწყვეტილება სისრულეში მოვიდა მეცხრე ახის ყურების საშუალება სატელევიზიო ანტენით შუადღის შემდეგ შეუძლებელია. ამ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ლოგიკასთან, კანონთან, რაღაც საღაზრთან, დემოკრატიასთან. საქართველოს მოსახლეობას სურვილი აქვს უყუროს მაესტროს კავკასიას მეცხრე ახს, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არხები არ არიან პროსახელმწიფო. ამ წუთებში მეცხრე არხის სიგნალის მიღება მხოლოდ გლობალ ტივის ანტენისა და ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი. ბიძინა ივანიშვილი დღეს კონტროლის პალატამ სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა არ არის გამორიცხული საქართველოს პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში ამ საქმის გამო ივანიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიზრას. იქიდან გამომდინარეც, რომ მილიარდერმა უკვე 1000-ობით და 100-1000-ობით ანტენა დააყენა სოფლებში, კონტროლის პალატამ სწორედ ამ მიზეზით და იმის გამო, რომ ამ ანტენებით უნდა მიიღონ მეცხრე არხის მიერ მომზადებული საინფორმაციო გამოშვებები სოფლებმა, სწორედ ამ მოტივით კონტროლის პალატამ დღეს ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევ ფიზიკურ პირად გამოაცხადა. მე მინდა განვაცხადო, რომ მე ვარ მონსტრი და ვჭამ სპორტსმენებს. და ვჭამ სპორტსმენებს. და ამბაკო ავალიანის შეჭმა მინდათ. 3 ივნისს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი მოულოდნელად გაუჩინარდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის გამო გაიტაცეს. არანაირი პოლიტიკაში არ ვერევი თქვა და არ ვაპირებ თქვა, რომ პოლიტიკაში წავიდე თქვა რა. მე სპორტს ვაგრძელებ თქვა და სპორტის გაგრძელება მინდა თქვა და უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე თქვა და მაგაზე მითხარ, რომ ხელფას მოგიხსნიო იქ რავი ნაკრებს აღარ გაგაკარი. ეხლა თქვენი ეთერით კიდე ერთხელ ურჩევ ამბაკო ავალიანს, რომ ჯერ ძალიან ადრეა მისთვის პოლიტიკა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტური მოკლევის პრეზენტაცია თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. სტატია ქართული ოცნების აქტივის ლაგოდეხში მცხოვრებს ზვიად ხვედელიძეს ეხება, რომელიც იძულებული გახდა საქართველოს 5 თვის წინ დაეტოვებინა. ის დააკავეს 2011 წლის 7 დეკემბერს და დაკავების შემდეგ აიძულებდნენ ყოფილიყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აგენტი და მიეწოდებინა ქართულ ოცნებაში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია, რასაც ერთვის განმავლობაში ის როგორც გამოიკვეთა იძულებული იყო და თუმცა ამის შემდეგ მან მოაღწია საქართველოსთან გაქცევა. დღიდან ყველა ყვითელ მიკროავტობუსში რადიოს ნაცვლად მგზავრებს სარეკლამო რგოლების მოსმენა მოუწევთ. რადიო სიგნალების გათიშვა რეკლამის დამკვეთებმა სარეკლამო ხმის გადაფარვის გამო მოითხოვეს. ეს პირდაპირი მუქარა და პირდაპირი შეტევა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე, პირდაპირი შტურმი დემოკრატიაზე და აშკარა შანტაჟი არჩევნების წინ. თქვენი ხმა ისმის ბიუროზე და ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი დამსახურება. რადიო სიგნალი მიკროავტობუსების ნაწილში გუშინ გათიშეს. დღეს კი უკვე ყველა სამარშრუტო ტაქსში რადიოს ნაცვლად ეს სარეკლამო რგოლები ტრიალებს. ქართული ოცნების საჩხერი შტაბის წევრები რაიონის რამდებელ ზურაბ ცერცვაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე ეთყობოდა, რომ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, გვაგინებდა შეურაცხყოფას აყენებდა მთლიანად შტაბის თანამშრომლებს, ქართულ ოცნებას, ბატონ ბიძინას. როდესაც ამას ჩადის საჯარო პირი და მოხელე და გამგებელი და ამას აკეთებს პოლიტიკური მოსაზრებებით, ეს არის ხულიგნობა. In the Roses Revolution Georgia, down we dictate.
შალვა ნათელაშვილი დიდი პოლიტიკიდან მიდის ამ ფაქტზე თავად ლეიბორისტულ პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციით შრომის პარტია ლიკვიდაციის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს. მე მინდა რომ არ იყოს რეალური. ხახაცას ბავშვივით ზრდი ესე ადვილად არ უნდა შეელიო, რა ვიცი. ვიდრე საგანგებო განცხადებას ლეიბორისტების ლიდერი თავად გააკეთებს, მისი თანაგუნდელები კომენტარზე შეთანხმებულად უარს ამბობენ. ბოლო ბრიფინგი შალვა ნათელაშვილმა თავის ოფისში გასულ კვირას გამართა. ვესვრით ერთხელთათ მას.